ქართული ოცნება საზოგადოებრივ მაუწყებელსაც პროპაგანდისტული იარაღად იყენებს. ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მედიის ადვოკატირების კოალიციის კვლევაშია ნათქვამი. ორგანიზაციის შეფასებით მრავალწლიანი დაკვირვება აჩვენებს, რომ მთლიანობაში საზოგადოებრივ მაუწყებელი, რომელიც საზოგადოებას უნდა ემსახურებოდეს, ფაქტობრივად ივანიშვილის მთავრობის კონტროლქვეშ არის მოქცეული, სადაც დამოუკიდებელ ჟურნალისტებს სისტემატურად ზღუდავენ ან სამსახურიდან ათავისუფლებენ. საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც არის კონსტიტუციური ორგანო და კანონმდებლობის თანახმად უნდა იყოს ერთ-ერთი წამყვანი მიუკერძოებელი მაუწყებელი, დღეს გვაქვს რეალობა, რომ ის არის ქართული ოცნების საინფორმაციო სააგენტოს ერთ-ერთი წარმომადგენელი. მისი ხელმძღვანელები და სამეურვე საბჭოს უმრავლესობა დაკომპლექტებული ვერ დაარასრულებენ კანონდაკისრებულ მოვალეობას და ნაცვლად იმისა, რომ იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ობიექტური სარედაქციო პოლიტიკა, სახეზე გვაქვს მიკერძოებული ქართული ოცნების მიმართ, რეპრესიული მანქანის გამტარებელი და გამომართლებელი. სწორედ ამ მიზეზის გამოც სხვა მიზეზებთან ერთად დირექტორი თინა თინბერძენიშვილი და სამეურვე საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერაძე მოხდნენ იმ რეზოლუციაში ევროპის პარლამენტისა, რომელიც ითხოვს მათ შორის მათ დასანქცირებას. მთავარი მიგნებები, რომლებიც გამოიკვეთა, ეს არის სამი ძირითადი მიმართულება. კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების დევნა, რომლებიც წლების განმავლობაში გრძელდება და არის იმ მავნე პოლიტიკის და პრაქტიკის გაგრძელება, რომელსაც ხელისუფლება უკვე წლები არის აქტიურად აწარმოებს კრიტიკულად მოაზროვნეს ზოგადად ადამიანების მიმართ და იმ თავისუფალი სივრცეების გაქრობის მიზნით, რომლის დაცვასაც ჩვენ ასე ვცდილობთ ჩვენგანი. მეორე ეს არის ხელისუფლებისადმი პოლიტიკურად მიკერძოებული მენეჯმენტი და თავის მხრივ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გავლენას ახდენს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე და მესამე მიმართულება ეს არის მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა. რა თქმა უნდა საზოგადოებრივ მაუწყებელში ეს პროცესები გუშინ და რამდენიმე დღის წინ არ დაწყებულა, როდესაც რამდენიმე ორი თანამშრომელი გაათავისუფლეს და რამდენიმეს კიდევ შენიშვნა მისცეს სამომავლო გათავისუფლების პერსპექტივით. ეს წლების განმავლობაში გრძელდებოდა და სამწუხაროდ კულმინაცია დადგა რამდენიმე დღის წინ. კოალიცია დაუშვებლად მიიჩნევს მაუწყებლის მხრიდან დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნას, დაშინებასა და სხვადასხვა ფორმით შევიწროებას. მათი განმარტებით კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოქმედი მენეჯმენტის ცვლილება. მთლიანობაში ეს რგოლები, რა თქმა უნდა, ქმნიან იმ ჯაჭვს, როდესაც ჩვენ სურათში ვიღებთ იმ მოცემულობას, რომ სამწუხაროდ არსებული მენეჯმენტის პირობებში მაუწყებელი არ არის მოწოდების სიმაღლეზე და სხვათა შორის ის დღევანდელი მენეჯმენტი, რომელიც ასე ამაყობს, იმით რომ ის არის ევროპის მაუწყებლის კავშირის წევრი წლების განმავლობაში, ის სწორედ იმ სტანდარტებს და პრინციპებს არღვევს, რომლის ეგითითაც ევროპის მაუწყებლები ერთიანდებიან. ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ მოხდეს არსებული მენეჯმენტის ცვლილება და მისი იმგვარად დაკომპლექტება, რომ შენარჩუნებული და უზრუნველყოფილი იყოს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობა და პოლიტიკური მიუკერძოებლობა.